ბიზნესმენიშვილთან შეხვედრის შემდეგ დიპლომატები ნაციონალური მოძრაობის ოფისში იმყოფებოდნენ. შეხვედრა უკვე დასრულდა, რა საკითხები განიხილეს ოპოზიციასთან. თამარ ბუბაშვილი მოგვაწოდებს ინფორმაციას, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. თამარ, გისმენთ. ბანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავება ეს იყო შეხვედრის მთავარი თემა. შეხვედრას ნაციონალური მოძრაობის წევრებთან ერთად ზურაბ ჭიაბერაშვილი ესწრებოდა. მისი თქმით, მან დიპლომატიურ კორპუსს გააცნო ის დარღვევები, რაც მათი დაკავების დროს დაფიქსირდა. დღევანდელ შეხვედრას გიგი უგულავაც ესწრებოდა. უგულავას გენერალური პარტიის გენერალური მდივნის დაკავება პოლიტიკური ნიშნით დაკავებად მიაჩნია. უგულავა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში თუ გამოძიებას აქვს კითხვები და თუნდაც ეს კითხვები იყოს ოპოზიციური პარტიის ლიდერების მიმართ, კითხვები უნდა დაისვას, თუმცა უგულავასთვის მიუღებელია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე წინასწარი პატიმრობა მიუსაჯონ პარტიის გენერალურ მდივანს. ნაციონალურ მოძრაობაში დღეს პრემიერის იმ განცხადებასაც პასუხობდნენ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ გამოძიებას აქვს შეკითხვები, შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტიც დაიკითხოს. პრემიერ-მინისტრი თქვავს, რომ ამ საკითხთან, ამ მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით წივე ინტერესი გამოთქვეს. არ ვიცი რა შემოხედომ წივე ინტერესი საათნახევრიანი შეხვედრიდან დროის 2/3 სწორედ ამ საკითხის განხილვას დაემთხვა, რაც ნამდვილად არ ნიშნავს წივე ინტერესს. არ მესმის რა საჭიროა თემების ესეთი დაკნინება და ცრუპენტელობა. ხაზი უნდა გაუსვათ რაზე ვსაუბრობთ. საუბრობთ წინასწარი პატიმრობის არაადეკვატურობაზე და არა რომელიმე შეკითხვაზე თუ გამოძიებას აქვს იმის პასუხის არ გაცემაზე. ასეთ რამეს, ასეთ ვითარებაში წინასწარ პატიმრობას იყენებს ხოლო თურქმენეთი, რუსეთი და ბელორუსია. ის რასაც დღეს ვხედავთ, უკვე ვფიქრობ, ნათელი სურათია იმისა, რომ მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი პოლიტიკური შეტევა ერთი მიმართულებით და სამართალი და ეგრეთ წოდებული სამართლიანობის აღდგენა გამოიყენება ამ პოლიტიკური შეტევისთვის. ამ პოლიტიკური შეტევის ნაწილი და დაგვირგვინება იქნება სწორედ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია, რის ინიშნებიც უკვე არსებობს და მე მინდა კიდევ ერთხელ თქვა, ეს არ არის პარტიული თემა, ეს არ არის გულის მოფხანის თემა. ეს შემთხვევაც ბანო მერაბიშვილის და მით უმეტეს ნებისმიერი შესაძლო პროცედურა და გამოძიება პრეზიდენტის წინააღმდეგ საქართველოს ჩააყენებს ძალიან ცუდ მდგომარეობაში.